მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს ანდრე ოხანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. მამუკა მდინარაძემ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში უწყების როლზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა. ანდრე ოხანაშვილმაც, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისი უფრო კომფორტული გახდეს როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ცხადია, მხოლოდ მუნიციპალიტეტი ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანადგომისთვის. ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება. ასევე მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებას, აღნიშნა დედაქალაქის მერმა. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს. საარჩევნო შტაბი თავად მერობის კანდიდატმა თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გახსნა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის თბილისელებსა და მართლ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ლევან მაჭავარიანი წარადგინა და აღნიშნა, რომ საარჩევნო შტაბი იქნება ის ადგილი, სადაც ნებისმიერ თბილისელს საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ექნება. ლევან ხარაბაძე ძალიან ღირსეული კაცია, ნაცები თქვენკენ მოიკითხეთ. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუსის ახალი ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის მოადგილედ ლევან ხარაბაძის დანიშვნის თაობაზე დასმულ შეკითხვას. შეკითხვაზე რატომ დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდის მოძალადე ძალოვანი ლევან ხარაბაძე, რომელიც 2009 წელს ვერის პოლიციის უფროსი იყო და ადამიანების დარბევაში იღებდა მონაწილეობას, კობახიძემ ჟურნალისტებს მიმართა, რომ ნაცები საკუთარ ტელევიზიაში მოიკითხა. შეიძლება ის იყო პოლიციის ხელმძღვანელი. საპოლიციო სისტემას თავის დროზე უამრავი ადამიანი ემსახურებოდა. მაშინაც პოლიციაში 25,000 კაცი მუშაობდა და ამ 25,000 კაციდან 20,000-ზე მეტი ღირსეული კაცი იყო. ნაცები თქვენკენ მოიკითხეთ, თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ, განაცხადა კობახიძემ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ფუნდამენტურად გაძლიერდება. კობახიძის შეფასებით უწყების ახალ ხელმძღვანელს კონკრეტული გეგმები აქვს. მამუკა მდინარაძის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისობრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით. თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე უახლოესი თვეების განმავლობაში შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1 ან 2 წლის წინ, განაცხადა კობახიძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ყავს. უწყების ინფორმაციით სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნენ. ნიკა კაციას გამართლება არის ყველასთვის დიდი სიხარული, რაც ასე გვჭირდება საზოგადოებას, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სადაც ერთი აგური დაიდო სამართლიანობის, 11 აგური უსამართლობის დაიდო. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია გამართლდა. ზურაბიშვილმა საზოგადოებას კაციას გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ საბრძოლველი კიდევ რჩება, რათა სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელი გახდეს. პირველ რიგში მე მინდა, რომ ყველას მივულოცო მთელ საზოგადოებას იმ
საზოგადოებას, რომელიც ეს დღეებია არის ასეთ ემოციებში. მივულოცო სამართლიანობისკენ დადებული ეს ერთი აგური. დღეს ჩანს უკვე რომ ეს სასამართლო არის მართული. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ერთი ან ორი აგური იმას არ ნიშნავს რომ სხვები არიან დამნაშავეები პირიქით. ყველაფერი აჩვენებს იმას რომ არავინ არის დამნაშავე. არც ერთი მტკიცებულება არ დევს არც ერთ საქმეში და ეს ხრიკები რუსული პრაქტიკიდან ცნობილი ხრიკებია. ეს გრჩება საბრძოლველი სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი. დღის პირველ ნახევარში რაც ვნახეთ მოსამართლე და მისი შუშის თვალები გვიჩვენებს რომ ეს არის მართული. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ახალი ატაშეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალი უფროსისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს შორის სამხედრო პარტნიორობის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 3 სექტემბერს შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ლეიტენანტ პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და სარეალიზაციოდ ინახავდნენ სხვადასხვა რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი კი კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლება ცხელკვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. პორტუგალიაში დღევანდელი დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ლისაბონის ფუნიკულიორ გლორიას ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობაში შეიჯახა, რის შედეგადაც სულ მცირედ 15 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით სასწრაფო დახმარების სამსახურის პრესპიკერმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა მათი ვინაობა და ეროვნება არ დააკონკრეტა. ტრაგედიის შედეგად დაშავდა სულ მცირედ 18 ადამიანი, მათ შორის 5 მძიმე მდგომარეობაშია. პორტუგალიის პროკურატურამ მომხდარის მიზეზების გამოძიება დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობის მიმართ კვლავ ერთგული რჩება. CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პოზიცია რეალური და ოპტიმისტურია და რომ ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ უმკლავდება ორივე ლიდერი მოლაპარაკებებში არსებულ ამ გზაჯვარედს. ვაკვირდები ვხედავ და ამაზე ვსაუბრობ პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. რაღაც მოხდება, მაგრამ ისინი ჯერ მზად არ არიან, მაგრამ რაღაც მოხდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ. განაცხადა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუში. Nesi თქმით ფიქრობდა, რომ რუსეთის საკითხის მოგვარება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ უფრო რთული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ყველაფერს მოვაგვარებთ გულწრფელად, რომ თქვა რუსეთის საკითხი ვფიქრობდი უფრო ადვილი იქნებოდა იმ საკითხებთან შედარებით, რომლებიც შევაჩერე, მაგრამ როგორც ჩანს, ის ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ზოგიერთი სხვა საკითხი, აღნიშნა ტრამპმა. გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე იარაღისა და სხვა სამხედრო დახმარების შესაძენად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადასცა. მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით აღნიშნული დახმარებით შესაძლებელი გახდა უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასობით საზენიტო რაკეტის, იარაღის სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ასევე აღჭურვილობისა და სამხედრო ტრანსპორტის მოვლისა და შეკეთების მიზნით ახალი კონტრაქტების დადება. ევროპამ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი კონფრონტაციული ძალის მიმართ მიამიტობა არ უნდა გამოიჩინოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის პრაღის თავდაცვის სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ უნდა უპასუხოს რუსეთისა და ჩინეთის მიერ თავიანთი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და მოდერნიზაციისთვის დიდი ინვესტიციების განხორციელებას. რუტეს თქმით, აღნიშნული ქვეყნები ამას განსაცვიფრებელი ტემპით აკეთებენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ აღჭურვილობას უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ მაშინ, როცა
ალიანსი ამ აგრესიის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის მუშაობს. მისივე თქმით, ევროპამ მომავალთან დაკავშირებით გულუბრყვილობა არ უნდა გამოიჩინოს. ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში აღარ შეიცვლება. რუსეთი არის და უახლოეს მომავალშიც დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ კონფრონტაციულ ძალად ევროპასა და მსოფლიოში, აღნიშნა რუტემ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.